ჩვენს პლანეტაზე არსებობს ადგილები, სადაც ადამიანების ცხოვრება სრულიად განსხვავებული წესებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სოფელი კოპანია. კოპანი ტაილანდში, ფუკეტიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს. ერთი შეხედვით ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ადგილას ვინმე ცხოვრობს, მაგრამ უკვე რამდენიმე საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც აქ პირველი ადამიანები დასახლდნენ. ამ შთამბეჭდავი ადგილის ისტორია მე-18 საუკუნის ბოლოს იწყება. ზოგიერთი ისტორიული წყაროს თანახმად, პირველად აქ იავას კუნძულიდან ჩამოსული ადამიანები დასახლდნენ. ზოგი კი ამტკიცებს, რომ ისინი დღევანდელი მალაიზიის ტერიტორიიდან უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ საიდანაც არ უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, მათ ერთი მიზანი ამოძრავებდათ. ამ ადამიანებს ბუნებრივი რესურსებით მდიდარი უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა უნდოდათ. ლეგენდის თანახმად, ის ვინც თევზით მდიდარ ტერიტორიას აღმოაჩენდა, ახლოს მდებარე უმაღლეს წერტილამდე უნდა ასულიყო და დროშა აღემართა, რათა ამ ადგილის შესახებ სხვებსაც გაეგოთ. სოფლის უხუცესებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა იმ ადამიანის სახელი, რომელმაც ეს ხელუხლებელი ადგილი პირველმა აღმოაჩინა. კლდეზე ავიდა და დროშა აღმართა. ამ ერთმა გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა, მაგრამ არსებობდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემა. იმ დროს ტაილანდის სამეფო კანონის მიხედვით უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრა ეკრძალებოდათ. ამიტომაც ახალმოსახლეებმა სრულიად მოულოდნელი რამ გადაწყვიტეს. მათ ამ კანონს თავი ორიგინალური გზით აუარეს. სახლების მიწაზე მშენებლობის ნაცვლად მათ შენობები წყალზე ააგეს და სწორედ ასე შეიქმნა ეს უნიკალური დასახლებაც. საუკუნეების განმავლობაში კოპანი მთლიანად წყლის ზედაპირზე იყო გაშენებული. სიტუაცია მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს შეიცვალა. გლობალური ტურიზმის განვითარების შემდეგ სოფლის მოსახლეობას შენობების კლდის ძირში გაშენების უფლებაც მისცეს. სოფელში ტრადიციული სახლები ადგილობრივი ხის მასალისა და ბამბუკისგანაა დამზადებული. ისინი ათობით გრძელ საყრდენზე დგანან, რომლებიც ტალახიან ზღვის ფსკერზე ღრმად არიან ჩარგულნი. თუმცა მარილიანი წყალი, ინტენსიური ტროპიკული ტენიანობა და ცვალებადი მოქცევა მასალას საკმაოდ სწრაფად აფუჭებს. ამიტომაც სოფელში სახლების შეკეთების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. თუ ადამიანი სახლზე ზრუნვას შეწყვეტს, ის მალე წყალქვეშ აღმოჩნდება. დღეისათვის სოფელში დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობს. საინტერესოა, რომ სოფლის გაფართოება შეუძლებელია, რადგანაც კლდით დაცული სივრცე მთლიანად შევსებულია. ამ გადატვირთულობის გამო ადგილობრივები ხშირად საცხოვრებლად სხვა ადგილებში გადადიან. აქ ცხოვრება ამინდზეა დამოკიდებული. მაისიდან ოქტომბრამდე მუსონური სეზონი იწყება, რომელსაც თან კოკისპირული წვიმები და ძლიერი ტალღები ახლავს. კოპანის კიდევ ერთ ძირითად პრობლემას სასმელი წყლის დეფიციტი წარმოადგენდა. უბრალოდ დაფიქრდით, როგორია ცხოვრება მილიარდობით ლიტრი წყლით გარშემორტყმულ სოფელში, სადაც ერთი წვეთი სასმელი წყალიც კი არა. მოსახლეობისთვის ყოველი დილა ლოგისტიკური კოშმარით იწყებოდა. უზარმაზარი ნავები ქალაქისკენ მიცურავდნენ, რათა იქიდან მტკნარი წყალი მოეტანათ. დღეს სოფელს თანამედროვე წვიმის წყლის შემგროვებელი სისტემა და წყალქვეშა მილსადენი აქვს, მაგრამ ადგილობრივები წყალს მაინც ეკონომიურად ხარჯავენ. მსგავსი პრობლემა იყო ელექტროენერგიის კუთხითაც. წარსულში სოფელი მთლიანად ხმაურიან გენერატორებზე იყო დამოკიდებული. სოფელს შუქი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა, თუმცა დღეისათვის ეს პრობლემაც მოგვარებულია, რის გამოც სოფლის მოსახლეობა შედარებით მშვიდად ცხოვრობს. საინტერესოა, რომ კოპანი სოფლიოში ცნობილი არა მისი უჩვეულო მდებარეობით, არამედ სრულიად მოულოდნელი მიზეზის გამო გახდა. 1980-იან წლებში ადგილობრივი ბავშვები სოფლიო ჩემპიონატს პატარა ტელევიზორში უყურებდნენ და ოცნებობდნენ, რომ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მათაც ჰქონოდათ. თუმცა იყო ერთი დიდი პრობლემა. ფეხბურთის სათამაშო ადგილი სოფელში უბრალოდ არ არსებობდა. ერთ დღეს მათ გადაწყვიტეს, რომ მოედანი საკუთარი ძალებით აეშენებინათ. სკოლის შემდეგ ბავშვებმა ყველა ის საჭირო ნივთი და მასალა შეაგროვეს, რაც საფეხბურთო მოედნის ასაშენებლად იყო საჭირო. საბოლოოდ მათ მცურავი საფეხბურთო მოედნის აშენება შეძლეს. რა თქმა უნდა, მოედანი იდეალური ნამდვილად არ ყოფილა. ზედაპირი არათანაბარი და სრიალა იყო, ხოლო ფიცრებს შორის დიდი ზომის ნაპრალები ჩანდა. გარდა ამისა, თუ ბურთი მოედნის ფარგლებს გასცდებოდა, ვიღაცას მის მოსატანად წყალში ჩასვლა უწევდა. თუმცა ამ ყველაფერს ბავშვები არ შეუშინებია. დროთა განმავლობაში ბავშვებმა ბურთის ზუსტად სროლა ისწავლეს და მოძრავ ზედაპირთანაც იდეალურად ადაპტირდნენ. მოგვიანებით სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ტაილანდში რეგიონალური სკოლის საფეხბურთო ტურნირი უნდა გამართულიყო. ახალგაზრდები ტურნირში მონაწილეობას აპირებდნენ. იმ დროისთვის მშობლებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად სერიოზულად იყვნენ განწყობილნი ახალგაზრდები ფეხბურთის მიმართ, ამიტომაც მათ დახმარება გადაწყვიტეს. მოგვიანებით კოპანის საფეხბურთო გუნდი ნახევარფინალში გავიდა. გადამწყვეტი ნახევარფინალის დროს ძლიერი ტროპიკული წვიმა დაიწყო და იმის ბოლოს ნამდვილ ბალახიან მინდორზე ისინი 2-0 აგებდნენ. შემდეგ მათ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღეს და ფეხსაცმელი გაიხადეს. ახალგაზრდები სოფელში სველფიცრებზე თამაშობდნენ, ამიტომაც მათთვის სველმინდორზე ფეხში შველი თამაში წარმატებული აღმოჩნდა. მათ ანგარიში გაათანაბრეს. მიუხედავად იმისა, რომ მათმა მოწინააღმდეგემ ბოლო წუთებში გამარჯვების გოლი გაიტანა, კოპანის საფეხბურთო გუნდი ტურნირში მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ ნამდვილი გამარჯვება თასი არ ყოფილა. მათ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ შეზღუდული
შეთანხმებები არ არსებობს. ეს შთამაგონებელი ისტორია ტაილანდის საზღვრებს გასცდა. საქმეში მსხვილი სპონსორები ჩაერთნენ და საბოლოოდ სოფლისთვის სრულიად ახალი და რაც მთავარია უსაფრთხო მცურავი საფეხბურთო მოედანი აშენდა. დროთა განმავლობაში კოპანის ახალგაზრდული გუნდი სამხრეთ ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდულ გუნდად იქცა. საინტერესოა ისიც, როგორ ახერხებს გადარჩენას სოფლის მოსახლეობა. საუკუნეების განმავლობაში თევზაობა შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, მაგრამ მე-20 საუკუნის ბოლოს მოსახლეობის შესანარჩუნებლად მხოლოდ თევზაობა საკმარისი აღარ იყო. სწორედ ამ დროს გაჩნდა ეკოტურიზმის იდეაც. ამ ცვლილებამ სოფლის ეკონომიკა სამუდამოდ შეცვალა. დღეისათვის სოფელს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს, თუმცა კოპანი ერთი მორიგი ტურისტული დანიშნულების ადგილი არაა. ეს არის სოფელი, რომელსაც საკუთარი ისტორია, კანონები და ტრადიციები აქვს. სოფელში ყველაფერია: სკოლა, სამედიცინო ცენტრი, ბაზარი, ელექტროენერგია და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტიც კი. სოფლის ცენტრში დიდი ზომის მეჩეთი დგას. მიმდებარე სახლების უმეტესობისგან განსხვავებით, მეჩეთი კუნძულის პატარა კლდოვანი წარმონაქმნის მყარ-მიწაზე აშენებული. სოფელში ძირითადად მუსლიმები ცხოვრობენ, რაც ტაილანდისთვის უცნაურია, რადგანაც ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ბუდისტია. ეს კულტურული იდენტობა თავდაპირველი მოსახლეობის უძველეს ფესვებთან პირდაპირ კავშირშია. მათი რწმენის გამო ვიზიტორები ვალდებულნი არიან პატივისცენ ადგილობრივ ტრადიციებს, ჩაიცვან მოგრძალებულად და თავი არიდონ ალკოჰოლს ან ღორის ხორცის პროდუქტების ჭამას საზოგადოებაში. ადრეული ასაკიდანვე აქ მცხოვრები ბავშვები სტანდარტულ სასკოლო საგნებთან ერთად გარემოზე ზრუნვასაც სწავლობენ. ისინი აქტიურად ამუშავებენ ნარჩენებს, ჩართულნი არიან ტურიზმში და ბოსტნეულიც კი მოყავთ. სოფლამდე მისვლა დაუვიწყარ თავგადასავალს გავს. ვიზიტორების უმეტესობა კოპანიში ტრადიციული ხის ნავებით ჩამოდის, მაგრამ მკაცრი მუსონური სეზონის დროს ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს. ამიტომაც ადგილობრივები კვლავ მეთევზეობას უბრუნდებიან. ტურისტთა დიდი ნაწილისთვის ეს ადგილი ჯეიმს ბონდის კუნძულისკენ მიმავალ გზაზე დროებით გაჩერების პუნქტს წარმოადგენს, მაგრამ ისინი, ვინც ცოტა ხნით გაჩერებას ამჯობინებენ, ხედავენ, რომ სოფელი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ტურისტები ამჩნევენ, რომ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ოკეანესთან ჰარმონიაში ცხოვრება ისწავლეს. კოპანი დედამიწაზე ერთადერთი მცურავი სოფელი არაა, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია. გამომდინარე იქიდან, რომ ზღვის დონე მუდმივად იმატებს, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მსგავსი ცხოვრების წესი არა გამონაკლისი, არამედ შესაძლოა ჩვენი მომავლის ნაწილიც კი იყოს. მცურავი ქალაქები გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ნორმად იქცეს, მაგრამ ახლა კოპანი მარტივი ჭეშმარიტების მშვენიერ შეხსენებას წარმოადგენს. ადამიანებს ადაპტირება, გადარჩენა და ლამაზი ცხოვრების შექმნა აბსოლუტურად ყველგან შეუძლიათ.